ნამდვილად ვერ ვფიქრებდი რუსეთუმეობას თუ დამაბრალებდნენ ამ ვიდეოს გამო, აქ დავდებ სადმე ეს არის ქართული ღვინის ტოპ 5 ექსპორტიორი ქვეყანა გავაკეთე. და ნუ პირველ ადგილზე რუსეთი არის ხო ვის უკვირს რა. ხო და მოკლედ რუსეთუმე ხარო რომ მაგას ამბობო რა, ხო და რავი ვერ გამოვიტანი წესიერად ლაპარაკები და ნაზრი რას ამბობენ ან რატო ამბობენ. მაგრამ აი ამაზე რო გითხრათ რა, ანუ ეს არის ფაქტი. ფაქტი არის რომ რუსეთს გააქვს ნახევარზე მეტი ქართული ღვინის, ну ძალიან დაბალი მარჟით, რაც მთავარია. ევროპაში რო გაგქონდა გაგქონდესო, ეგ მე მეჩხუბეს თუ ისე ჩხუბეს არ ვიცი, მაგრამ ევროპაში რო გაგქონდეს უკეთესი იქნება კი და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველ რიგში იმიტომ რომ უფრო მაღალი მარჟა არის იქ. და არ მახსოვს უსტი ციფრები, რუსეთში თუ 2.75 დოლარი არის საშუალოდ ერთი ბოთლის ფასი, ну ამერიკაში 5 და 6 დოლარამდე არის. ჯობია კი მინდა რომ ამერიკაში, ევროპაში და რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში გადიოდეს ქართული ღვინო. მაგრამ ის რაც არის, ხო არ უნდა დავხუჭოთ თვალები და არ არის ესეო ვიძახოთ. ასე რომ, რა ვიცი, ეს უპასუხოდ რო არ დამეტოვებინა ეს რუსეთუმეობის ბრალდება, გადავწყვიტე ჩამეწერა ეს ვიდეო. რა ვიცი, ცოტა მეუცნაურება, ეხლა არ მგონია რომ ამას ახსნა ჭირდებოდეს, მაგრამ როგორც ჩანს დაჭირდა. დროებით.